გამარჯობა. აღზრდის სკოლა მშობლებისათვის გრძელდება. მე მისი ავტორი და წამყვანი ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილი გახლავართ და სანამ ძირითად თემაზე გადავალთ, მინდა დავიწყო მადლობებით. ჩვენ გვყავს პარტნიორი Dressing Room Studio, რომელმაც იზრუნა დღეს ჩემს ჩაცმულობაზე და დღეიდან ყველა პოდკასტის გადაღებისას ჩემს ჩაცმულობაზე იზრუნებს. თუ თქვენც გაქვთ სურვილი, რომ ვინმე იზრუნოს თქვენს იმიჯზე, შეგიქმნათ თქვენთვის შესაფერისი ლუკი, შეგარჩევინოთ გარდერობი, უნდა მიაკითხოთ Dressing Room Studios. დღეისთვის ძალიან მნიშვნელოვან თემაზე მინდა ვისაუბროთ. მაგრამ მანამდე ერთ პატარა დეტალს მინდა გავუსვა ხაზი. ის მშობლები, რომლებიც ზედმეტად სჯიან საკუთარ შვილებს ან გადამეტებული სიმკაცრით ეპყრობიან და აგრეთვე ის მშობლებიც, რომლებიც ანებივრებენ და უნდათ თავიანთი შვილების მაგივრად ყველაფერი გააკეთონ, აღმოჩნდა, რომ ერთი მიზნით ხელმძღვანელობენ. ყველას უნდა ერთი რამ. ბავშვი იყოს ბედნიერი, გაიზარდოს ჩამოყალიბებული პიროვნება და არასოდეს არ აცდეს გზას. გზის აცდენაში შეგვიძლია სხვადასხვა რამბი გულისხმოთ, რომ არასოდეს გაიკეთოს ნარკოტიკი, რომ არ მოიხმაროს ალკოჰოლი დიდი რაოდენობით და ეს დაავადებად არ ექცეს, რომ არ ჩაითრიოს აზარტულმა თამაშებმა და ცხოვრება არ წააგოს, რომ არ იძალადოს სხვებზე და ასე შემდეგ. თუმცა არსებობს თუ არა უნივერსალური რეცეპტი, რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი შვილი არასოდეს არ აცდეს გზას, მე ვიტყოდი, რომ არსებობს დიდი შანსი, რომ თუ თითოეული ჩვენთაგანი იქნება გააზრებული მშობელი და შეხედავს ბავშვის აღზრდის პროცესს შემოქმედებითად და გააზრებულად, ძალიან დიდი შანსი გვაქვს, რომ რეალურად კარგი პიროვნებები გავზარდოთ. ამ თემაზე სასაუბროდ მოვიწვიე ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგიის მაგისტრი, 4 შვილის მამა თაზო დუღუში. გამარჯობა თაზო და ძალიან დიდი მადლობა, რომ ამ თემაზე სასაუბროდ შემომიერთდი. მადლობა შენ მოწვევისთვის. მზადვარო მაყურებელთან ის მესიჯი მივიტანოთ, რაც მოეხმარებათ მათ უკეთესი მშობლები გახდნენ. პირველ რიგში დიდი მადლობა გულახდილობისთვის და გულწრფელობისთვის, რომ დამთავრდი ამ დიალოგზე და მე გონია, რომ შენი გამოცდილება ყველაზე მეტად დაეხმარება მშობლებს, რადგან როდესაც საუბრობ უბრალოდ წაკითხულიდან და წიგნებიდან იყურები, ეს არის ერთი, მაგრამ როდესაც ჩვენ საუბრობთ იმაზე, რაც გადაგვიტანია, განგვიცდია და რა სიღრმეებიდან და ორმოებიდანაც ამოვსულ ვართ, ეს არის ხოლმე სულ სხვა ემოციური გამოცდილება. მე როგორც ვიცი, შენ ცხოვრებაში იყო დრო, როდესაც შენ მოიხმარდი ნარკოტიკებს და მახსოვს ჩვენი საუბრის დროს, შენ ესეთი ფრაზა ახსენე, რომ რიგი მოვლენების მერე ნარკოტიკულად ავჯანყდიო. და მე მინდა დავიწყოთ იქიდან, რა განაპირობებს მშობლების და შვილების ურთიერთობაში იმას, რომ მოზარდობაში შვილებს ნარკოტიკულად ან აგრესიულად, ან ასე ვთქვათ, გზასაცდენილ მეთოდებით უნდებათ აჯანყება. ესე ცალსახა პასუხს ვერ გაგცემ ამ თემაზე. გავშალოთ. ძალიან მრავალისმომცველი თემა არის ეს. პირველ რიგში მინდა შევეხო იმას, რომ ჩვენ ყველანი ვიბადებით სუფთა და სპეტაკი ბავშვები და თითქოს არაფერი არ არის დაწერილი იმ ფურცელზე, რითიც ვიბადებით რა. ხო რაღაც გენეტიკური თავისებურებები და ასე შემდეგ. უბრალოდ გამოცდილება არაფერი არ არის, ხო, ნული. უბრალოდ ერთი ყველას, ვინც ჩვენ სტუმრებს, მეც, შენს, ყველას გვაქვს ერთი ესეთი დამახასიათებელი რამ და ერთმანეთს გავს ეს იდენტური არის რა. ყველა ვართ ექსტრემალურად დამოკიდებული ჩვენს მზრუნის მომცემზე, ხო, ქერგი, მშობლებზე, აღზრდელებზე. დედაზე, მამაზე, ბებიაზე, ბაბუაზე, დეიდა, ბიძა, მნიშვნელობა. ჩვენ უნდა გვაჭამონ, მოგვიარონ, დაგვანონ, გაგვასუფთავონ, დაგვაძინონ, ჩაგვეხუტონ. ამის გარეშე ჩვენ ფიზიკურად ვერ გადავრჩებით. ესე იგი, მთელი ჩვენი ფსიქოლოგია, მთელი ჩვენი ნერვული სისტემა, მთელი ჩვენი ბიოლოგია და ანატომია ერთი თავარი მისიის გარშემო ტრიალებს და ეს მისია არის რომ გადავრჩე. და როგორ უნდა გადავრჩე? ესე იგი, მე მჭირდება ვიღაცა, რახან მე ექსტრემალურად დამოკიდებული ვარ ვიღაცაზე, მე მჭირდება ვიღაცა, მნიშვნელოვანი ვიღაც, ვინც მომეხმარება იმაში რომ გადავრჩე. ეს უკვე ჩვენს დნმ-ში წერია რა, ეს ფაქტორი. ესე იგი, ჩვენ ყველანი ვიბადებით დამოკიდებულებისკენ მიდრეკილები.
ანუ უკვე დამოკიდებულებით ვიბადებით რა. თითქოს და შერწყმული ვართ უკვე ვიღაცასთან უნდა შევირწყათ, ესე სიმბიოზური ურთიერთობა დავარქვათ, ეხა ტრენდული სიტყვა თანადამოკიდებულება, ანუ ვიბადებით მაგით, ანუ თანადამოკიდებულებით ვიბადებით. ხო, 2 წლის ბავშვი ხა მაღაზიაში ვერ ჩავა ბუტერბროდის გასაკეთებლად და სიგარეტით ხელში, ხო, რომ კვერცხი შეიწვას. ვერ იზავს ეგეთ რამეს პატარა ბავშვი, ხო, მას სჭირდება ვიღაცა, ვინც მას მოუვლის. ანუ სიმბიოზურ ურთიერთობაში ხდება, მოუვლიან ესე. ამიტომ ყველაფერი იწყება იმითი თუ როგორ შევძლებთ რომ ბავშვს შეუქმნათ უსაფრთხო გარემო, სადაც ის იგრძნობს თავს დაცულად და მიღებულად. ეს არის პირველი და უმნიშვნელოვანესი რამ, რაზეც ყურადღება უნდა გაამახვილოს თითოეულმა მშობელმა. ნახე, საინტერესო რა არის, რომ ძალიან ბევრს სმენია, რომ ბავშვს უნდა შეუქმნათ უსაფრთხო გარემო, სადაც ის თავს იგრძნობს უსაფრთხო და ასე შემდეგ. თუმცა ჩვენი დღევანდელი შეხვედრა და საუბარი ეძღვნება იმას, რომ მშობლებმა არ იციან, რომ თუ ამას არ გააკეთებენ, შეიძლება ეს იყოს პირველი ნაბიჯი და უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რის გამოც მას მოუნდება ამ სიცარიელის შევსება ნარკოტიკებით. გეთანხმები მაგაში, მაგრამ საიდან დავიწყო უბრალოდ ესეც ახლაც ისე ვარ, აი მოდი შენი შემთხვევა გითხარი შენ შემთხვევაში რა იყო ის სიცარიელე, რამაც განაპირობა შემდეგ ნარკოტიკული აჯანყება? ალბათ მაინც იყო დედასთან, ჩემი ბავშვობაში დედასთან ურთიერთობა, ჩემი ახალგაზრდა ექიმი იყო, მაშინ პატარა იყო რომ გამაჩინა და მე წავიდა სასწავლებლად და რაც არ უნდა მითხრას, რაც არ ბევრჯერ უთქვამს, რომ იმიტომ წავედი, რომ კარგი მომავალი გქონოდა, რა თქმა უნდა, მე ეს რაციონალურად ეხლა მესმის, მაგრამ როგორც ბავშვს მე ვიგრძენი მიტოვებულობა და წერტილი. ანუ სხვა არაფერი. დედა მიმატოვა, რის გამო მიმატოვა, რატომ მიმატოვა, რა ჩემთვის ეს იყო რომ მიმატოვა რა, მოარყო მე და წავიდა სხვაგან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი არის, იმიტომ რომ დედა ყველაზე დიდ როლს თამაშობს ბავშვის ცხოვრებაში. და რა საინტერესოა, ხა შენ რაზეც საუბრობ, ხო ძალიან ხშირად აქვთ ეს დილემა ემიგრანტ დედებს, რომლებიც მიდიან ემიგრაციაში იმისთვის, რომ თავიანთი შვილების სიცოცხლე გადაარჩინონ და ძალიან ხშირად მათი შვილები შემდეგ არიან გზასაცდენილები. და აი ეს ორ ცეცხლშუა ყოფნა ჯობია რომ შენი შვილების გადასარჩენად წახვიდე, თუ ჯობია რომ იმ რთულ პირობებში შენ შვილებთან იყო, ეს ძალიან რთულია. რაღაც ესეთი როგორ ბირთულ დილემა შევეხეთ ახლა, კი მესმის და გასაგებია ეგ ჩემთვის პირადად, მაგრამ მე ახლა ვაპარაკობ იმ იდეალურ მდგომარეობაზე, როდის შეიძლება რომ ბავშვი ჯანსაღად როგორ უნდა გავზარდოთ. ხო, თორე ტრავმის გარეშე არავინ არ გაიზრდება, მაგას ილუზიაც არავის არ ქონდეს, რომ ვინმე შეძლებს ბავშვის ტრავმის გარეშე გაზრდას. საინტერესო კიდევ ის ფაქტია, რომ სანამ უშუალოდ დეტალურად ჩავშლით იმას, რაც ბავშვს ჭირდება და რასაც ჩვენ შეიძლება ბავშვთან მიმართებაში ვაშავებდეთ კეთილი სურვილებით, ისე რომ ვერც კი ვხვდებოდეთ, არის ძალიან საინტერესო დეტალი, რომ როდესაც ზრდასრული ადამიანი, რომელსაც უყურებთ და ასე ვთქვათ, ვეძახით გზასაცდენილს ბჭყალებში და მას აუცილებლად ყავს მეუღლე. ხო? რომლის მშობლებიც თვლიან, რომ მათ შვილს არჩევანი შეეშალა. აი აქ რას გვეტყვე? შეეშალა მათ შვილს არჩევანი თუ თავისი ტრავმების მიხედვით იმოქმედა? მე როგორც ჰუმანიტარი თერაპევტი ველს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ და ველი არ ცდება. ანუ ის პიროვნება მოვა ჩემთან, ვინც იმ დროს მე მჭირდება ჩემი ტრავმების მოსაგვარებლად. რატო? ჰუმანიტარული ფსიქოლოგია ამბობს ესეთ რამეს, რომ ადამიანი მიმართული მასლოუც რო ავიღოთ, ხო? როჯერსიც რო ავიღოთ, ნებისმიერ ვიქტორ ფრანკლი, ნებისმიერი ჰუმანიტარი ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი ამბობს იმას, რომ ადამიანის ბუნება მიმართულია თვითრეალიზაციისკენ და ტრავმების მოგვარებისკენ. ანუ მე თუ ადამიანი მხვდება, ის ადამიანი იმისთვის მხვდება ცხოვრებაში, რომ იმან თავის ტრავმა დაამუშაოს და მე ჩემი ტრავმა დავამუშაო მასთან. და ძალიან კარგად ჩანს ხოლმე, მაგალითად, იმ ცოლ-ქმარში, რომელსაც აქვს არაუსაფრთხო, როგორ ვთქვათ ეს, ამრიდებლური სტილი გაზრდის, კონტრდამოკიდებულებას ეძახიან და მეორე შეთხლეშილი თანადამოკიდებულია აღზრდის სტილის ორი ადამიანი ერთმანეთს როგორ ხვდება. ერთი ამრიდებელია, მეორე და ერთმანეთში პოულობენ შვებას. ერთი სუგარბის, მეორე სუმისდევს. თითქოს ტომი და ჯერი არის რა.
კი, საინტერესო არის, როდესაც გადამრჩენლის როლს ვირგებთ, ხო? მეც მახსენდება, მქონდა მე ცხოვრებაში ერთხელ ესეთი გადამრჩენლის როლი ფერიასი, როცა მეგონა რომ აი მე უნდა გადამერჩინა ადამიანი, რომელიც წყალწაღებული იყო ჩემი აზრით და ვერავინ ვერ გადაარჩენდა. ეს რომელი ტრაუმიდან მოდის? აი ესე ვერ ვიტყვით რომელი ტრავმა საერთოდ რა არის ტრავმა ის არის რაც ჩემ გარშემო მოხდა ტრავმა ეგ არის ტრავმატული გამოცდილება რა ტრავმა არის ის რაც ჩემში მოხდა მაგალითად შეიძლება იყვნენ ორი და მამამ მიატოვა ოჯახი წავიდა ერთმა დამ თქვა რომ მე არასდროს აღარ შევალ ღრმა ურთიერთობაში, ინტიმურ ურთიერთობაში მე რომ არ მეთქინოს. მეორე და კიდე სუპირიქით შედის ურთიერთობაში, შეეთქლიშება რომ სულ გადაარჩინოს იმასთან ერთად და ასე. საინტერესო. ვერ ვიტყვით მაგას რა, ეს ალბათ მაინც შეიძლება კიდევ აი ის წეგანო ვახსენეთ, გენეტიკური ფონი, რომელიც მოუძდებს ექსტროვერტი, ინტროვერტი, მაინც შეიძლება მანდიჩენდეს თავს ეს. ესე იგი საინტერესოა რომ ერთი და იგივე ტრავმის პირობებში, ტრავმატული გამოცდილების პირობებში ჩვენთაგანს გვაქვს რაღაცა განსხვავებული რეაქცია. და რადგან 2 და 3 ადამიანს ხო შეიძლება ქონდეს განსხვავებული რეაქცია მამის და დედის საქციელზე, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, ძალიან ხშირად აღნიშნავენ ხოლმე მშობლები, რომ ეს თუ ტრავმირებული გაიზარდა და მე თუ და თვლიან თავს დამნაშავედ, მე თუ სწორად არ ვიქცეოდი და ამიტომ გაიზარდა მაგალითად ეს ასეთი, რატო სხვები არ გაიზარდა? რატო ჩემი მეორე შვილი არ გაიზარდა? ხო, აი ეს ძალიან საინტერესოა, რომ თითოეულ ჩვენთაგანს ძალიან ინდივიდუალური გვაქვს ამ ყველაფრის აღქმა. ხო. ნახე, მე მინდა ვისაუბროთ აი იმ გარკვეულ აკრძალვებზე, რომელსაც მშობლები ხშირად უწესებენ ბავშვებს და ამას ვერც კი ხვდებიან, იმიტომ რომ ალბათ ძალიან რთულია წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ შეიძლება ჩვენი ქცევით, ჩვენი მზრუნველი ქცევით ბავშვს სულ ვეუბნეოდეთ, რომ არ იარსებო არ იყო ისეთი როგორიც ხარ, ხო? როგორ უნდა უთხრა საკუთარ შვილს? არ იგრძნო, როგორ შეიძლება ეს უთხრა საკუთარ შვილს, თუმცა ეს ყველაფერი ესე პირდაპირ არ აღიქმება. ჩვენი ქვეცნობიერი ამას სულ სხვაგვარად კითხულობს და მოდი ეს თემა გავშალოთ, ხო? კარგი, პირველ რიგში მინდა იმასთან მივიდე, რომ ჩვენ როგორ აი ტრავმატული გამოცდილება რომ მოხდება, ჩვენ რა მდგომარეობაში ვართ და როგორ ჩვენი ნერვული სისტემა რა მდგომარეობაშია, მაგასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ პირველი ყოველთვის სტრესს თავის თავზე იღებს არა კოგნიცია, არა ქცევა, არა ემოცია, არამედ ნერვული სისტემა. პირველი მოდის სტრესი ნერვულ სისტემაზე. ნუ იქ ნეირომეცნიერებაში აღარ გადავალით, ამიგდალა და იმებზე აქ პირდაპირ უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ მაგალითად პატარა ბავშვი, რომელიც ეხლა ეცნობა სამყაროს, რომლის მთელი მისიაც გადარჩენის ირგვლივ ტრიალებს, ყველაფერი ამ პატარა სხეულში შემოდის ესეთი უცნაური ემოცია, მისთვის ჯერ ბრაზი, მაგალითად, ან სევდა, ან შიში და როგორ ხდება მას მშობელი? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი დაღლილი მშობელი მოდის ახლა სამსახურიდან და ბავშვი იწყებს აი ესეთ კაპრიზულ ქცევას და ითხოვს რაღაცას ფეხების ბაკუნით და ბრაზით. აქ მშობელი ხშირ შემთხვევაში ვერ უძს, ჯერ თვითონ არის თავის ბრაზთან არ არის კარგად. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ ბრაზი გონია ქცევა. და ხშირად კლიენტებთან გვიწევს ხო? ცუდად იქცე. უნდა გაუყო ჯერ კლიენტებთან ხანდახან არის ხოლმე რომ ბევრი სესია გჭირდება თერაპევტებს რომ დიფერენციაცია გაუკეთოთ მათ გრძნობა სხვა არის და ემოცია სხვა არის და ქცევა სხვა არის იმიტომ რომ ბრაზის განცდა ზოგს მე დიდობაში აღარ უნდა იმიტომ რომ მაგალითად შეიძლება იყოს მამა რომელიც ძალიან დიდ აგრესიას გამოხატავდა აგრესია არის გამოხატულება და არა ემოცია არის ბრაზი აგრესია არის ქცევა და მას დიდობაში აღარ უნდა რომ ბრაზი იგრძნოს იმიტომ რომ ამით გონია რომ დაემსგავსება მამას აი ძალიან ბევრი რამე მე არ უნდა ვიგრძნო რომ არ დავემსგავსო ან მე არ უნდა ვიგრძნო რომ მიღებული ვიქნა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები რასაც ჩვენ რეპრესირებას უკეთებთ თველი ჩვენი ცხოვრება ხო ამ ემოციებს ან რეპრესირებას უკეთებთ მე ან სუბლიმაციას უკეთებთ ან ერთს ვიცით ან მეორე ვიცით კი ორივე ამრიდებლურია და ორივეს მივყავართ იქამდე რომ ბოლოს ჩვენ საკუთარ თავს კარგავთ და მე სად
იწყება მე სადა ვარ, სად ვიწყები და სად ვთავრდები, ფაქტობრივად გვაქვს დაკარგული. აი ეგ არის ზუსტად ერთ-ერთი ბერნის ერთ-ერთი აკრძალვა არის, არ იგრძნო. არ იგრძნო. და ნახე რა ხშირია, როდესაც ეუბნებიან, რომ ნუ გეშინია, ნუ რატო ტირი, კაცები არ ტირიან, ხო რჟე რა გატირებს შენ, ქალაჩუნა ხარ. ხო ანუ წარმოიდგინე, ჯერ ხო ნორი ხარ, ასაშიში კი, ჯერ ხომ დედრობითი ქალი უკვე ის არის გაპარტახებული, ხო, ის არის რაღაცა სუსტი არანაირი. და თან შენ როგორ შეიძლება და რამდენი მე მინახავს დასრული ადამიანები, რომლებიც მოდიან და იხვეწებიან, რომ ძალიან მინდა ვიტირო. აი ბოლოს შემთხვევა მახსენდება ადამიანისა, რომელსაც გარდაეცვალა შვილი. გარდაეცვალა შვილი, ეს იყო მამაკაცი და მოვიდა შემდეგი დაკვეთით, რომ თუ შეგიძლია დამეხმარო იმაში, რომ ვიტირო. იმიტომ რომ ესე მგონია შიგნიდან ყველაფერი გამისკდებოდა და როგორ შეიძლება ეს ყველაფერი იყოს ჩაკეტილი, იმიტომ რომ ტირილი და ამის გამოხატვა ეს არის ჯერ ადამიანი, რომელსაც ჩაკეტილი აქვს ეს ყველაფერი, ის დადებით ემოციებსაც ვერ გამოხატავს. დამაბული ჩემს ავთენტურ მესტანს. კი, როდესაც ყველაფერი ჩაკეტილია, ფაქტობრივად ჩვენ კარგავთ შეგრძნებებს. აი არ იყო ის, ვინც ხარ. აი ესეთი აკრძალვა აქვს. ბერნს ამის უკან რა დგას? აი მაგალითად ბავშვებს რო ვეუბნებით, რომ აი მეზობლის ბავშვს რო ვეუბნებით, რომ აი საკარგად სწავლობს, ან ის რამხელა, ან მე ბიჭი მინდოდა და გოგო დაიბადე, ან აი ის გავსვი რაღაცები რა, აი არ იყო ის ვინც ხარ. ან რა საინტერესოა ხშირად არის შენ ხო უცნაური ხარ და ეს შენ ხო უნდა მოიგონო რაღაცეები და ხო შენ რატო ხარ ესეთი ყველა ბავშვი ჩვეულებრივია და რაღაც შენ გახველებს ან რაღაც შენ წაიქეცი და ბავშვი იწყებს ანუ იცის რომ არ უნდა იყოს ცუდია რომ იყოს ის ვინც არის. ან არ იყო ბავშვი, აი ძალიან საინტერესო აკრძალვა. არ იყო ბავშვი, ძალიან საინტერესო აკრძალვა, თითქმის ყველა მეც მithქვია ჩემი შვილისთვის, რომ კაცურად მოიქეცი, ან როგორ იქცევი? აი მაგალითად მე მახსოვს ჩემ თავზე ბავშვობაში ჩემი დეიდა ჩემის ქორწილში ვიყავი, ჩემის ბიძაშვილის დეიდაშვილის ქორწილში ვიყავი და მეუბნებოდი რომ აი კაცივით უნდა მოიქცეო რა და მე ხა ბავშვი ვარ, რა ვიცი როგორ უნდა მოიქცე და დათვი იყო, არაგვი იყო ეგეთი რესტორანის სანაპიროზე და დათვი იყო დაბმული და ეს დათვი გავუშვი ქორწილში რა და ძალიან მეჩხუბნენ მე და მე ვთამაშობდი რა ვიცოდი ხო და ძალიან მეჩხუბნენ მაგაზე დამსაჯეს მახსოვს და პატარა ვიყავ 7-8 წელს ვიქნებოდი მეტი არა. ანუ თითქოს არ მქონდა უფლება რომ ყოფილიყავი პატარა ბავშვი და უნდა მოიქცე დიდივით, კაცივით მოიქეცი. რა ვქნა ეხლა მე 7 წლის ბავშვმა, სუფრაზე დავждდა და სადღეგრძელოებს უსვინო, ვარიანტი არ არის, ხო რომელ 7 წლის ბავშვს გააჩერებთ სკამზე 8 საათი. ხო, სხვათა შორის შანსი არის. როდესაც ხედავ ხოლმე სუფრასთან ბავშვებს, რომლებიც ძალიან ჭკვიანად ესე დაწყობილად სხედან, ხო? უკვე ხვდები ხოლმე იმის იქით რა რთული რა რთული პერიოდი აქვს გავლილი, ხო, აი 10 წელიწადში შევხვდებით, იმიტომ რომ ეს არ არის რა კარგად იქცევა, ეს არის როცა ბავშვს უკვე ჩამოართვეს ბავშვობა და ის სერიოზული სახით. ეს არის ადაპტიური ქცევა. და ადაპტიური ქცევა არის მიამბოხე ბავშვის მეორე ნაწილი. ანუ მეორე მხარე, მედლის მეორე მხარე არის. კი, ან როდესაც ბავშვს მაგალითად არ აძლევენ საშუალებას, რომ დამოუკიდებლად რაღაცა გააკეთოს, ხო? კი, უფრო არის ეგ რომ არ შეიმეცნო. ეგ არის თამაშის უფლება რო არ გაქვს და არ შეიმეცნო. არ ისწავლო, მარტო დამოუკიდებლად ნაბიჯები არ გადადგა. ეგ არის აკრძალვა შემეცნების. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დიდი რომ ვიზდებით, მაგრამ მე ახალი რაღაცების გაკეთება არ გვინდა. მაგალითად ბიზნესში ვეშინე რაღაცა სიახლეების დანერგვა, ვერ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რაც ახალია და რაც შესაცნობია. ცნობის მოყოლება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჩემი ავთენტური მესთვის და არა მარტო ჩემი თქვენისთვისაც. რა ეს არის მნიშვნელოვანი, ეს არის თითქმის ბაზისური მოთხოვნილება, რომ ვიყო ცნობის მოყვარე. შევიცნო, გავიგო რა. და ამისთვის რაღაცას უნდა მოვიდო ხელი, შეიძლება რაღაცა გავაფუჭო და ასე შემდეგ. ეს არის პროცესი, როდესაც მე ვეცნობი სამყაროს, რასაც ხშირად უდევს ხოლმე საარჩული, რომ ბავშვმა გააფუჭა, ხო? შენი საქმე არ არის ცხვის, ნუ ყოფ ცხვის საიტეხავ. კიდევ ძალიან საინტერესოა, ძალიან ხშირად არის სამწუხაროდ საქართველოში ზრდასრული მამაკაცი, რომელსაც ეს აკრძალვა არ გაიზარდო მოყვება, ხო? ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, მანდ ხო, ნუ რა არის, ხა ერთი მახსენდება ხოლმე ამაზე. მაგალითად, აი
დედა რომელმაც შვილი გაზარდა მამის გარეშე არა ეს თელი სექსუალური თავისი ენერგია მიდის შვილის აღზრდაში და რა თქმა უნდა მე ამ თავისი აღზრდილის დაშვება აღარ უნდა და ვიწყებთ მის დაინვალიდიზირებას შემდეგი ნაბიჯებით ყველაფერს ჩვენ უკეთებთ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ არაცნობიერად იმიტომ რომ თვითონ ვერ გახთეს შემძლე რომ ჩემგან აღარ წავიდეს ანუ ჩიტმა ბუდი არ მიატოვოს თუ რაღაც კი შეიძლება ეს გაუაზრებელი არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში ხო არც ერთი დედა არ ზის და ჩემს ცხოვრება როგორ გამომწარო მე მგონი ეგრე არ არის არ ფიქრობს ხო მაგრამ მიუხედავად იმისა თუ როგორია ჩვენი განზრახვები შეიძლება იმის გამო რომ რაღაც არ ვიცით სულაც არ ჩავდიოდეთ კარგ საქმეებში კი განზრახვა რაც არ უნდა პოზიტიური იყოს გვეუბნება ამას ჰუმანიტარული ფსიქოლოგია რომ ყველანაირი განზრახვა არის პოზიტიური ჩვენ არ ვიცით უბრალოდ ჩვენ გვაქვს ქცევა რომელიც შეიძლება იყოს არაადეკვატური იმ მომენტში იმიტომ რომ ჩვენ ვერ გავმჟით ქცევას ხო ქცევა ცუდია თუ კარგია ნეიროლინგვისტიკაში როგორ არის ხო მეტარწმენები არის ერთ-ერთი ესეთი არის ქცევა გამომდინარეობს კონტექსტიდან რაღაც კონტექსტში ერთი ქცევა არ არის ნორმალური მეორე კონტექსტში ეს სრულებით მისაღები და ნორმალურიც არის ხო მაგალითად ადამიანის რაღაც რამე რო დაუშავო ადამიანს არ არის აქ რო ავდგეთ ხა ერთმანეთს დაუშავოთ რა არ არის ომში შეიძლება ერთი ადამიანი მეორეს უშავებდეს რაღაცის დაცვისთვის და იმ მომენტში ეს ქცევა ადეკვატურია. მე ხარ არ ვამართლებ, მაგრამ შეიძლება ქრისტიანულად, შეიძლება რაღაც სხვა, მაგრამ გადარჩენისთვის იმ მომენტში ეს რა საინტერესოა, რომ აღზრდის პროცესში ეს ვუთხრათ ბავშვებს, იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის, რომ რაღაც აი ესე არ მოიქცე, ხო? ბავშვს უკვე ზრდასრულს მოყვება და ეს აკრძალვა ჯერ კიდევ მოხსნილი არაა. ეს აკრძალვები სწორედ სცენარები. კი, და გააჩნია რა შემთხვევაში არა აქვს ჩართული, ხო, ნებისმიერი სცენარები არის. კი. ეს არის ჩვენთვის მე ანუ ცხოვრებისეული სცენარები არის. ეს ერიკ ბერნის 12 აკრძალვა რაც არის, ხო? მას აქვს ეს არაჩვეულებრივი ფსიქოლოგი იყო ის კლოდშტაინერი, ესე ქვია ცხოვრებისეული სცენარები. ეს თამაშები ეს ყველაფერი სუაქედან მოდის, ანუ სტრუქტურა ერთია და შინაარსი სხვა არის სხვადასხვა ადამიანების. თორე სტრუქტურა ერთია, ეს კარტმენის სამკუთხედი ჩვენი საყვარელი ყოველასთვის აგრესორი, მაშველი და მსხვერპლი. ეგ სამკუთხედი ყველგან ერგება. ეგ შეიძლება სამსახური იყოს, შეიძლება პირადი ურთიერთობა იყოს, შეიძლება მამაშვილური ურთიერთობა იყოს, შეიძლება ნებისმიერ ურთიერთობაში ეგ სამკუთხედი ერგება. სტრუქტურა ერთია. ანუ იმ სცენარით მივდივართ ქართული ანდაზარორი ჭაში რასაც ჩასძახებ იმას ამგძახებს აი კი ასევე ძალიან საინტერესოა რომ ბავშვები ძალიან ხშირად ავადმყოფობენ იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს აკრძალვა კარგად ყოფნაზე ხო არ იყო ჯამრთელი არ იყო ჯამრთელი ეს არის აკრძალვა და ჩვენ შეიძლება ვერ წხვდებოდეთ რომ ამას ვაკეთებთ ხო კი ძალიან კარგია ეგ ხდება როგორი რაღაცის დროს კიდე შეიძლება ერთი იყოს რომ აი დედა სუulis შვილს და არ უნდა რომ ჯამრთელი იყოს იმიტომ რომ და ნარკოდამოკიდებულება თანადამოკიდებულებას რასაც ეძახიან თითქოს გავს მაგას რატომ იმიტომ რომ მე არ მინდა მე ამაში უპოულობ ჩემ შვილს რომ მუდმივად აი ექიმებთან დამყავს იმავშვები და მასზე ვზრუნავ ამაში უპოულობ შვებას ეს ჩემი შვება არის თორემ მე რო ეს მომაძრო ვინ ვარ მე არ ვიცი ანუ იდენტობას ვკარგავ მაშველი არის ჩემი იდენტობა ხო ეს არის როლური თამაში მაგით უკვე კარტმენის როლური თამაში სამკუთხედი მთელი ის ამაშია რა ესე იშიფრება ანუ მე დაიდენტიფიცირებული ვარ ამასთან და ამას თუ ჩამომართვა ვიღავარ მაშველი თუ აღარ ვარ აბა ვინ ვარ ხო სხვა შორის მე საკუთარი თავით შემილია გავიხსენო მაშინ რომ ეს ჩემთვის ვინმეს ეთქვა რა თქმა უნდა ეს იქნებოდა წარმოუდგენელი იმისთვის რომ ყოფილიყავი მნიშვნელოვანი ან არ ვიცი მიმექცია ყურადღება ხო ჩემი მშობლების რომლებიც უყურადღებოები ნამდვილად არ იყვნენ ეხლა ამას ხას იმიტომ ვუსმენ რომ ვიღაცას შეიძლება მოეჩვენოს რომ ჩვენ ვიღაცად სხვა ცუდ ჭყალებში მშობლებზე ვსაუბრობთ. იმას, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, აბსოლუტურად ყველა მშობლის შემთხვევაში არსებობს ზოგან მეტი, ზოგან ნაკლები და ჩვენ თუ არ ვიცით ამას რა ქვია სახელად, ამას რა შედეგი შეიძლება მოყვეს, ჩვენ შეიძლება ვერასოდეს ვერ მივხვდეთ, რატომ არის ჩვენი შვილი ტრავმირებული, როცა ჩვენ გახსნილი გულით მისთვის ყველაფერი კარგი გვინდოდა. მე მახსოვს რაღაცა რიგი პერიოდი ავადმყოფობების, რომელიც ახლა შემიძლია როგორც პროფესიონალმა უბრალოდ ხაზგასმით თქვა, რომ ეს იყო მარტო ყურადღების მიქცევის მანევრები თავიდან ბოლომდე და ძალიან ხშირად ადამიანებს არა მხოლოდ ბავშვობაში და ბავშვობიდან თუ მოგვდევს ეს სტრატეგია ყურადღების მიქცევის ხო გრძელდება ოჯახურ ცხოვრებაში ძალიან ხშირად ხდება პარტნიორთან რომ მე თუ მინდა მივიქციო ყურადღება და მინდა სიყვარული მე ვიწყებ ცუდად გახსნას და მაშინ როცა ცუდად ვარ
ხო, ნიშნულოვანია, როდესაც მაგალითად აი დედმამა რო შორდებიან ხოლმე ან ერთმანეთში ჩხუბობენ, ბავშვი ამას იმუნიტეტი ვერ იტანს, შეიძლება ერთხელ გაცივდეს და დაინახა რომ დედმამა ამან შეაერთა და მე მუდმივად ცუდად არის, მუდმივად ავად არის რომ დედმამა ნახოს ერთად. ანუ ბავშვი წირავს თავის თავს, თავის სიცოცხლეს აი ამ ლოიალობისთვის. ანუ ლოიალურია აი ამ დედას და მამის ურთიერთობა რომ შეინარჩუნოს. ხო. ჩვენ კიდე არ ვიცით ბავშვი რამდენად ან ეხლა დაიდო ახალი კვლევა სხვათა შორის ბავშვი ისე უყვარსო დედაო 7 თუ 6 წლამდე რომ მერეც ეგრე რომ უყვარდესო გული გაუსკდებაო. ანუ ბავშვი პირველი 7 წელი მზად არის ყველაფერი გააკეთოს დედისთვის და მამისთვის. და ძალიან ხშირია რომ ბავშვს იმდენად უნდა რომ დედის მოსაწონი იყოს ხო ხშირ შემთხვევაში, თუმცა სხვა სტრატეგიაც არსებობს, რომ მას თავისი ვერ ხვდება, სად იწყება თავისი სურვილი, სად თავდება და დედის სად იწყება, ხო? არის ხანდახან, აი მეც მახსენდება ხოლმე, როცა რაღაცას ვაკეთებდი და რომ მეკითხებიან, რომ ამას თუ არ გინდოდა, რატო აკეთებდი, ხო? ეხლა როცა მსჯელობთ, არა, მე იმდენად მინდოდა გამეკეთები და ის რაც უნდა დედას. და ზოგადად აი ეს გავაბედნიერო დედა, ამის უკან ტრავმული გამოცდილება დგას, იმიტომ რომ ჩვენ ახლა მარტო აკრძალვებს ვილაპარაკეთ, ერთი მნიშვნელოვანიც დაგვცა არის ცოცხლ, მაგრამ ახლა აკრძალვებზე ვილაპარაკობთ, ახლა შენ შეეხეზეთ მნიშვნელოვან თემას, რასაც დრაივერი ქვია, რა, ჩვენი ცხოვრების დრაივერები. ვიყო კეთილშობილი. ხო, საინტერესოა, 5 ძირითადი დრაივერი გვაქვს, ხო, ასე ვთქვათ, მოტივატორი, კი და ერთ-ერთი არის დრაივერი, რომელთაც მე ცხოვრებაში ვცხოვრობ და ერთ-ერთი ეგ არის, რომ სთვისთვის ვიყო კეთილის მომტანი. ჩემი მოთხოვნილებები დავივიწყო, რა მაქვს და სხვისი მოთხოვნილებების დამკმაყოფილებელი გავხდი, რადგან ასე ვრჩები კონტაქტში და ურთიერთობაში, დაცულ ურთიერთობაში დედასთან. ეს ყველაფერი ხო მაინც იმისთვის არის, რომ ურთიერთობაში ვიყო დაცულში. კი, ურთიერთობაში ვიყო დაცულში და აი ვიყო ყველას მოსაწონი. ხო? იმიტომ რომ მოსაწონი თუ არ ვარ, მაშინ მიმატოვებენ, ანუ მოარყოფენ მე. მე უარყოფილი ვიქნები, მე რომ ჩემი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება დავიწყო. ამიტომ მე უნდა დავიწყო სხვისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და ესე წარუძღო ჩემს ცხოვრებას, რომ არ მიმატოვონ, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ჩემი ურთიერთობა სხვა ადამიანთან არ არის დაცული, არ არის უსაფრთხო. ერთი ძალიან ისეთი სასაცილო თუ სატირალი ამბავი გამახსენდა ჩემი მოზარდობიდან. მეც სულ მინდოდა რომ ყოფილიყავი რაღაცა კარგი გოგო, ასე ვთქვათ და ყოფილიყავი ესე თითით საჩვენებელი და რაღაც ასაკისთვის შეუფერებელ რაღაც დიდურ რაღაცებს ვაკეთებდი და ვაცხობდი ნამცხრებს მახსოვს და ეს ნამცხვარი პირველად რომ გავაკეთე და ოვაციები რომ არ ვიცი რამდენად გემრიელი იყო ის ნამცხვარი, მაგრამ ძალიან შემიქე და ეთყობა ამ შექების ემოციას მივყევი. და ბოლოს მივედი იქამდე, მე მახსოვს ამისი ბოლო წერტილი, რადგან უკვე უარს ვეღარ ვიძახდი. ამას მე მოყვება ხოლმე რომ უარის თქმა არის, იმიტომ რომ უარის თქმა ნიშნავს უარის თქმას იმ ტაშზე, რომელსაც შენ შეეჩვიე და აქედან გაქვს ის აპლოდისმენტების ემოცია და მახსოვს აი ეს გადამწყვეტი მომენტი, როდესაც საკუთარ სახლში ვცხოვრობდით, მაშინ კარზე დააკაკუნა ვიღაც ქალმა და მითხრა რომ ის იყო ჩემი მეზობელი, რომელიც გადმოვიდა ქირით სადღაცა მესამე ქუჩაზე ვცხოვრობო და შენზე მითხრეს, რომ ძალიან კარგი გოგოაო და არ გეტყვის უარსო და ჩემ შვილიშვილს დაბადების დღეა ხვალ და თუ შეგიძლია ნამცხვარი გამოაცხო და გამოგვიცხო და ამ ქალს ესე ხელში ეჭირა გამჭვირვალე ერთჯერად პარკში რაღაცა კვერცხები და ნამცხვრის ინგრედიენტები. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ შემთხვევას, იმიტომ რომ მაშინ გავბრაზდი. პირველად გავბრაზდი, ამიტომ აქ ხაზი იმასაც მინდა გაუსვა, რომ ჩვენ ბავშვს თუ გაბრაზებას ავუკრძალავთ, ის ვერასოდეს რადიკალურ ნაბიჯს ვერ გადადგავს, მაგრამ მე მივხვდი, რომ ეს უნდა გამეაზრებინა და მე ჩემ თავს ვუთხარი, რომ მე ხლა ამას გავაკეთებ, ხო? იმისთვის რომ დავიმახსოვრო, რომ ჩემს ცხოვრებაში ეს არასოდეს აღარ იქნება. და რამდენჯერ ხდება ცხოვრებაში, როცა მე ვუყურებ ადამიანებს, რომლებსაც ტაშს უკრავენ იმის გამო, რომ რა კარგი ადამიანია, უარის თქმა, უარს არ გეტყვის არაფერზე, ხო? ანუ ჩვენთვის კარგია, მაგრამ როგორი არიან ადამიანები თავიანთი ოჯახისთვის, რომლებიც უარს არაფერზე არ იძახიან, როგორი არიან მამები, შვილებისთვის, რომლებსაც სამეზობლოში არავისთვის არ შეუძლიათ თქვან უარი, თუნდაც თავისი შვილთან ყოფნის სასარგებლოდ, ხო?
ამიტომ ეს ძალიან სერიოზული თემაა. ანუ რო უნდა იყო კარგი გოგო და კარგი ბიჭი და აქ ჩვენ შეგვიძლია მე ტრაგედიამდეც მივიდეთ. თითქოს როდესაც უარის თქმა არ იცი, შენი კიც არ არის კი. კი. აი ესეთი რაღაცა არის ამ დროს პარადოქსალური რა. თუ შენ უარის თქმა არ შეგიძლია, შენი კიც, ანუ არ არის, შენ არ გინდა და მაინც აკეთებ. სხვადასხვა ეს ვიტყოდი რომ უარის თქმა, უარის კომპლექსი ძალიან ქართული კომპლექსია. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს გარკვეულ სხვადასხვა ტიპის ტრენინგებს ვატარებ, მათ შორის გაყიდვებში ტრენინგები, სადაც იქ უნდა აწარმოოს სტატისტიკური მონაცემები და ანალიტიკაში ჩვეულებრივად ვიცით, ვიაზრებთ, რომ იცი რა, არ ვიცი, მოვიფიქრებ, ხო? ძალიან ხშირად ნიშნავს არას. და გაყიდვების მენეჯერს უწევს ამოიცნოს, რომ ამ ადამიანს მართლა უნდა რომ შემდეგზე დაურეკო, თუ არ უნდა. ანუ ის დილემის წინაშე დგება და მან ხმის ტემბრით უნდა გაარჩიოს ეს ყველაფერი, რო არ შეაწუხოს კლიენტი. რატო? იმიტომ რომ ადამიანებს უარის თქმის ძალიან ეშინიათ. და მადედან მოდის ეს. ანუ ბავშვური, გადაუმუშავებელი ინტროექტებისგან, რომელიც არ დაუღეჭე და პირდაპირ გადავყვაპეთ, ხო? კარი, მოდი დრაივერებს გავყვეთ და იყავი სრულყოფილი. ესეთი დრაივერია, როცა მშობლები უნდა რომ ჩვენ ვიყოთ ხო, სრულყოფილი. უნაკლო უნდა იყოს და შეცდომის დაშვების უფლება რო არ გაქვს რა, ეს მე არის. მაგ დარბაზთან კითხვა, თუ შეიძლება ხელისაწევით რომ მაჩვენოთ ვის იყავის სრულყოფილი, აი ვის ქონდათ ბავშვობიდან ეს განცდა რომ მე უნდა ვიყო სრულყოფილი, მე უნდა ვიყო იდეალური და საუკეთესო. ხო, ანუ მეც მანდ ვარ, ხო, ფაქტობრივად სრულყოფილების ხედვართ, კი? მეც მანდ ვარ და ძალიან მძიმედ გადამქონდა ის, სადაც ვერ ვიყავი სრულყოფილი და ძალიან, იმიტომ რომ ვერსად ვერ ვარ სრულყოფილები თითქმის და გვიწევს აი ესეთ შიდა კონფლიქტთან ყოფნა. რითი ჩავანაცვლოთ, თასო? რითი ჩავანაცვლოთ, ჯანსაღი რა იქნება, მაგის უკან ჩემთან ყოველ შემთხვევაში უსუსურება დგას რა. და რამდენად შემიძლია მე ჩემს უსუსურებასთან გავჩერდე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რა, მით უმეტეს თუ ადამიანებს ვეხმარები და თერაპევტები ვართ, ამაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის მე რამდენად შემიძლია ჩემს უსუსურებასთან დარჩენა. ვიყო ხანდახან წაგებული. რა არის ხო მოდის კლიენტი, რომელიც ვერ რჩება თავის თავთან უსუსურებასთან და მე თუ ვერ რჩები უსუსურებასთან, ორივე ვიწყებთ რაღაცების მოფიქრებას, რაღაცა ინსტრუმენტების გაკეთებას, რომ გავიქცეთ ამ უსუსურებისგან. მთელი არსი არის რომ ეს არის ნორმალიზება, ანუ იყოს უსუსურად ვართ ძალიან ბევრჯერ და ეს ჩვეულებრივი ბუნებრივი ათulis წერტილი განცდა არის. ყველა დავიბადეთ აქ ვინც ვართ უსუსურები რა. პატარა ბავშვები რო ვიყავით, არ ვიცი ხო შეიძლება ყველაზე უსუსური არსებები ვართ რო ვიბადებით ბავშვი. ხო რაღაცა ჟირაფი ხდება საიდან, ჟირაფი რო გააჩენს ხო მაღლიდან ვარდება ალბათ არ შეიძლება დაწოლილი აჩეს, მაგრამ ეგრევე დგება და გარბის. ხო, სხვათა შორის ადამიანი არის ერთადერთი ყველაზე დაუცველი არსება, ვიტყოდი რომ დაუცველი უსუსური ვარ ყველაზე რა, ანუ უსუსურება ჩვენ თავიდანვე გვაქვს. და ეს განცდა არ არის არც თუ ისე ძნელი მისაღები და განსაცდელი. და აქ მე მოდის ეს შეცდომების დაშვების შიში, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას, რომ უბრალოდ ნაბიჯი და გადავდგათ. 100 ამოვნეს ხვებს ამაზე უკვე ვისაუბრეთ, იყავი ძლიერი, აი ეს ძალიან საინტერესოა. 100 ამოვნეს ხვებთანაც ერთი წუთი გავჩერდები, აქ რა ხდება? ხშირ შემთხვევაში მშობელმა არ იცის თვითონ რა უნდა. ანუ არა აქვს attunement არის კარგი სიტყვა, ინგლისურად, ქართულად არ ვიცი, შეესაბამებოდეს, ანუ თავისი იცოდეს და აი მაგალითად მოვიყვან და ვიტყვი ეს რას ნიშნავს, რა, მაგალითად მე რო ჩემი შვილი მიჭირავს, პატარა არის, რომ მიჭირავს ხოლმე, ხო? იცინის და ჩემი მეუღლე მეუბნება, რომ ხა იტირებს და ერთ წამში იწყებს ტირილს. ანუ საიდან ხდება ვერ ხვდები. ანუ წყალი დაალევინე წყურია და ერთ წამში იწყებს ტირილს და უნდა დავალევინო წყალი. ჩემი ცოლი საიდან ხდება, ამას მე ვერ ხვდები. ალბათ ეს დედასა და შვილს შორის არის ეს attunement, ხო? საკერელია. ხო, ეს რაღაცა ბმა არის, ანუ იცის ამის მოთხოვნილება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვიცოდეთ ჩვენი მოთხოვნილებები, რომ ვიცოდეთ ჩვენი შვილის მოთხოვნილებები. კი, ძალიან საინტერესო რაღაცას იცახი, ხო? ძალიან ხშირად ჩვენი მოთხოვნილებები არ ვიცით, კი. და აი ეს იყავი ძლიერის გამო დასრულმა ადამიანებმა თავისი მოთხოვნილებები არის. არიციან, ხო, არის საერთოდ ანუ რომ მოდის კლიენტი ვეკითხებთ რეაბილიტაციის ცენტრსო თავი გავანებოთ, ახლა ნარკოდამოკიდებელი ჩვეულებრივი კლიენტი ხა ჩემთან რომ მოდის, საერთოდ კლიენტი რომ მოდის ჩემთან, აი თითქოს არ იცის რა უნდა. ანუ არ იცის რა უნდა. უბრალოდ რომ დაუსვა ხოლმე კითხვა, რომ აი რა გინდა, შე რა გინდა, ეხლა რა გინდა. გეტყვის რა არ უნდა. რას გძნობ, გეტყვის რას არ გძნობ. აი შფოთს არ გძნობ. რას არ გძნობ, რას გძნობ. ეს ძალიან რა გინდა, აი არ მინდა ის რომ მოხდეს.
რა გინდა ერთია, რა არ მინდა, რა გინდა. ძალიან მნიშვნელოვანი, არ ვიცით რა გვინდა. ანუ ჩვენს სხეულთან, ჩვენს ავთენტურ მესთან კონტაქტი იმდენად გამწყდარია, რომ საერთოდ არ ვიცით რა ხდება ჩემს გარშემო, ჩემს შიგნით და ასე შემდეგ. ან ძალიან საინტერესოა აი მაგალითად, როდესაც ადამიანი უკვე დასრულია და ვერ გრძნობს, რომ ცუდად არის. ანუ წნევა აქვს მაღალი, თუ შაქარი აქვს მაღალი და ვერ, ანუ იმდენად გათიშული აქვს, ისე გათიშა სხეული, სხეულის მოთხოვნილებები, რომ არა თუ ქულებით შეგიფასოს, ხო? ემოცია მაგალითად ეხლა რამდენ ქულაზე ან ნაკლები თუ მეტი, უბრალოდ გათიშული აქვს სხეული. საიდან მოდის ხო ბავშვობაში, რომ მე მეშინია, რომ დედა მიმატოვებს, მე ბრაზის რო შემომდის, მე რო გავბრაზდე დედას ბავშვს აქ ძალიან ესეთი პატელე ფსიქიკა აქვს. ვერ ახდენს ესეთ რაღაცას, რომ დაიტიოს დედის მიმართ ბრაზიც, ანუ დედაზე გავბრაზდე, თან დედა მიყვარდეს. ან ერთი უნდა ქნას, ან მეორე. და მე რო ეხა დედას გავუბრაზდე, ფიქრობს, მე დედა მე მიმატოვებს. და მაშინ მე დედა უნდა მიყვარდეს, რომ არ მიმატოვოს და რო ბრაზდები, ეს ბრაზი ჩემსკენ უნდა შემოვატრიალო. და მე მეგვირს რატოა დაბალი თვითშეფასება რატო აქვს ადამიანს. ანუ მე როცა ბავშვი ვარ, მირჩევნია ვიყო შეუყვარებელი ბავშვი მოსიყვარულე მშობლებში, ვიდრე შესაყვარებელი ბავშვი იმ მშობლებში, ვინც სიყვარული არ იცის. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ხასიათი და მან ვიწყებთ კონტაქტის წყვეტას საკუთარ სხეულთან. ამასთან მე ვერ დავრჩები მუდმივად ამ განცდასთან, იმასთანაც რომ მე ცუდი ვარ და მიწევს ყველაფრის გაწყვეტა და მანდიდან მოდის ეს რაციონალური ადამიანები რო არის მარტო ლოგიკაზე რო აქვს მთელი ცხოვრება დაფუძნებული რა. და გონია სხეული მეორე ხარისხოვანი. აი ძალიან საინტერესო დრაივერია იჩქარე და მე იმდენად ვარ ამ იჩქარეში, მე ვიცი რომ აი ამ დრაივერით ხელმძღვანელობ და სულ მიწევს ჩემი თავის გაჩერება, რომ ჩემ შვილს ეს იჩქარეთი არ გავგუდო, იმიტომ რომ მე თვითონ ვატყობ ხოლმე რომ ვიხჩობი ამ იჩქარეში. ხო, როგორი მნიშვნელოვანია. იჩქარეც რა არის, ხო? თითქოს აი ხშირად არის კლიენტებთან მეც მომდის ეს ჩემი შვილები უფრო კაი თერაპევტები არიან ჩემთვის ვიდრე მე ვარ ვინმე კლიენტისთვის ესე მგონია ხოლმე. იმდენად ვიგრძნობ ხოლმე ხანდახან უსუსურებას შვილებთან მიმართებაში, ხო? ან მინდა ხოლმე უთხრა რომ ჩემ შვილს გოგოს ან ნუ მეტლიკინები მაგალითად, ხო? მაგრამ ვიცი რომ ვაჩუმებ ამ შეჩვეული ფრაზა, ხო? ნუ მეტლიკინები ვაჩუმებ მაგას და ამ ჩემ უსუსურებასთან მიწევს გაჩერება. და ეს ძალიან ბევრი წელი დამჭირდა ამისთვის რომ ამასთან მივსულიყავი. ამ დროს მე ვჩქარობდი რომ რაღაცა უნდა გამეკეთებინა რომ აქ არ დავრჩენილიყავ, ანუ ჩქარა გავაკეთო, ანუ არ დავრჩი ამასთან რა, ვიჩქარო. თერაპიაში ხშირად არის რომ ეხლა რა უქნა კლიენტი მეუბნება, დარჩი მაგასთან. აი თავიდან სასაცილო რა არის ეს დარჩი მაგასთან, მაგრამ ეხლა მივხვდი რაც არის, ანუ ვჩქარობთ. ეგონება ცხოვრება გვეჩქარება. საკუთარ თავთან როცა აქ და ახლა ყოფნა არ შეგიძლია და არ შეგიძლია ამის შეერგება. მეორე სიჩქარე აი მშობლებს მინდა რომ უთხრე ბავშვს რომ ამეცადინებენ მაგალითად. მესმის რომ თვითონ ეხა იჩქარება შეიძლება ახალგაზრდები არიან, ვიღაცასთან მეგობრებთან ერთად წასვლა უნდა, თან კინოში აგვიანებდება ქმართან ერთად ან დაბადების და ბავშვს ქარჩქარა ამეცადინოთ რა. და ბავშვი ხსნის ეხა თავისი ტემპია ყველა ადამიანს, ხო? ყველა კლიენტს თავის ტემპი აქვს, ხო? ჩვენ ტემპზე ვერ გადმოვიყვანთ კლიენტს. ეს არის ბავშვს, ყველა ბავშვს თავის ტემპი აქვს. ზოგი ჩქარა მეცადინეობს, მათემატიკურად, ზოგი ნელა მეცადინეობს. და ვეუბნებით ამ ბავშვს, აურა ნელი ხარ, დებილი ხარ რა. არა, ეხა მაგას არ ვეუბნები. შეიძლება ზოგი ეუბნება რა, ხო შეიძლება ეხა რაღაცა უთხრათ, რომ აი სულელი ხარ, ცოტა ჩქარა გააკეთე. სამწუხაროდ ეუბნებიან ხშირ. ამ პირიქით შეუქებს სიჩქარეს. აუ რა ჩქარა და სხარტა დამოხსენი, რა ჭკვიანი ხარ. სხვათა შორის ნახე, ეხა ერთი ძალიან საინტერესო დეტალი გამახსენდა. ჩემს ოჯახში ორი ბავშვი ყავს, ჩემი შვილი და ჩემი დიშვილი, ხშირად არიან. და მოგეთ როდ აურებენ, მე უნდა აალაგონ და ჩემ დიშვილს არ უყვარს ალაგება და უფრო მეტად არ უყვარს ალაგება ვიდრე ჩემ შვილს და როდესაც ერთმა აალაგა და მეორემ არა, ძალიან გააპროტესტა რომ მე რატო ავალაგეო ჩემმა შვილმა, იმან რო არ აალაგაო და უნდოდა რომ იმას გავბრაზებოდით და გადავწყვეტათ რომ იმას არ გავბრაზებოდით და ამისთვის მიგვეცა სიგელი. და დალაგებისთვის გამოუწერეთ მართალ სიგელს მომცემო და ამოუბეჭდეთ სიგელი და გაუკარით კედელზე მართალი სიგელი. ეხა ნახე სად მივედით. მეორე დღეს ბავშვი მეუბნება დამლაგებელი მინდა გამოვიდეო. იმიტომ რომ ბევრი სიგელები მინდა მქონდესო და ეხლა სულ უნდა რომ დაალაგოს, რომ სიგელი მიიღოს. გამწყრების კეთება მოხდა. კი, ანუ იმდენი დეტალია გასათვალისწინებელი, რომ
ეხლა მინდა მშობლებს უთხრა, რომ ჩვენ როცა ამაზე ვსაუბრობთ, რაღაც დისერტაციასავით შეიძლება წარმოიდგინოთ, რომ დასაცავი აქვს და აერიდოს ამ ყველაფერს. არა, ეს არის პროცესი. და პროცესში ჩვენ დავიწყებთ ნელ-ნელა მივხვდებით, სად ზედმეტად გადავედი სადღაც და რომ მივხვდები, მერე უნდა დავბრუნდე უკან. ეს არ არის რომ ზუსტად აი ამ ჩარჩოში უნდა ჩავდე. ეს არის აზროვნება, პროცესში აზროვნება და პროცესს მიიღო. რომ ვიაზროვნო პროცესში და პროცესს მივყვე, უნდა გამოვიდე ჩარჩოებიდან. ჩარჩოებიდან რომ გამოვიდე, რაღაცა სტერეოტიპები უნდა დავამსხვრე. ეს ყველაფერი რომ გავაკეთო, უნდა მივიდე იმ ადამიანთან, ვინც დამეხმარება, კი არ შევცვალო ჩემი თავი, გავიცნო ჩემი თავი. ჩემთანს როგორც კი გავიცნო, მაშინვე ვიწყებ როგორც როჯერიანულად, ხო, პარადოქსალური ცვლილება მაშინ ხდება, როდესაც მე ვიღებ ან თერაპევტი იღებს ჩემს რაღაცა ნაწილს, ან მე ვიღებ ჩემ რაღაცა ნაწილს, გავიცნობ, მაშინვე ვიწყებ მე უკვე ცვლილებას. ანუ ცვლილებაზე ორიენტირებული არ უნდა იყოს მშობელი, ახლა ამ შემთხვევაში უნდა იყოს საკუთარი თავის გაცნობაზე და ცვლილებას თავისით მოიტანს ველი, ანუ თვითონ შეიცვლება. ეს არის როგორც რავი, ორჯერ 2 რო 4-ია, ეს უფრო ესია ვიდრე ორჯერ 2 4-ია რა. კი, გეთანხმები, ანუ როდესაც იწყებ პროცესში შედიხარ, ისე იცვლება ყველა და ყველაფერი ოჯახზე, ხო რომ ზუსტადაც ვერც ასახელებ თარიღს, რომ რა მომენტში შეიცვალა ეს ყველაფერი. და ძალიან საინტერესო რაღაც თქვი, რომ ბავშვებთან ჩვენი სისუსტე რო დავაფიქსიროთ. როგორი მნიშვნელოვანია, რომ როდესაც მე არ თუნდაც მოვიხადო ბოდიში, ხო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რატომ, იმიტომ რომ როდესაც მე არ არის დარეგულირებული ჩემი ნერვული სისტემა და მაგალითად აგრესია გამოვხატე, ხო მე ბავშვს მაგდროს უნდა დავანახო, რომ ოკეი, მეც მეშლება და ეს არის არადარეგულირებული სისტემა, ანუ იმპულსია. ეს უნდა დაინახოს ბავშვმა და მნიშვნელოვანია კიდე რომ თუ ჩვენ გავბრაზდით ბავშვზე, კონტაქტი არ გავწყვიტოთ, არ გავებუტოთ და არ დავაიგნოროთ. ეს ნიშნავს იმას, რომ კი მე შენზე გაბრაზებული ვარ, მაგრამ კონტაქტში მაინც ვარ. ანუ აი, მთელი არსი აი ამ ურთიერთობის არის, რომ ურთიერთობა იყოს მუდმივი. ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი და დაგვრჩა ფაქტობრივად ეცადე დრაივერი, ხო? შენ ეცადე. აი აქ ნახე ორი რაღაც არის. აქ ეცადე რატო არის ესეთი მნიშვნელოვანი დრაივერი? მნიშვნელოვანი აქ არის ის, რომ ორი რაღაც არის აქ მნიშვნელოვანი. ანუ ბავშვი არ უნდა შევაქოთ რეზულტატის გამო, უნდა შეუქოთ პროცესი, მაგრამ არ უნდა ამოუგდოთ შედეგი თვალთახედვის არიდან. ანუ უბრალოდ მთელი შენი ცხოვრება ეცადე და იწვალე და შედეგი არ მაინტერესებს, ეგ არ არის, იმიტომ რომ შენ ეცადე. მაშინ რისთვის წვალობ? ხო, თუ არა მაქვს შედეგი. რისთვის წვალობ? და მთელი ჩვენი ცხოვრება მე ყველას ყავს ადამიანი მეზობელი ან სანათესაუში, რომელიც მთელი თავის ცხოვრება წელებზე ფეხს იდგავს ვირივით, ცდილობს და არაფერი არ გამოდის. ხო, იმიტომ რომ ის არის ორიენტირებული ეცადეზე. მე მთავარია უნდა ვიწვალო. ანუ წვალების გარეშე არაფერი არ მოდის, ეგ არის. სხვათა შორის ნახე ერთი ძალიან ბევრი ფული თუ გინდა იშოვო, ბევრი უნდა იწვალო. ერთი შემთხვევა მახსენდება, დასრული ქალბატონი იყო და ჰქონდა ესეთი სურვილი, რომ ორსული იყო. უნდოდა რომ გაუტკივარების გარეშე გაეჩინა. ოღონდ ამის მოთხოვნილება საფუძველი რატო უნდოდა? უნდოდა რომ აი მინდა რომ მეტკინოს, რომ კარგად ვიგრძნო. ესე მგონია რომ დედობას ვერ ვიგრძნობ. ნახე, როგორი საინტერესოა, ხო სხეულთან გათიშული კონტაქტი. ხო და თან გონია რომ კარგი დედა ვერ იქნება თუ საკმარისად არ დაიტანჯა. ნახე, როგორი პროგრამა მოდის ბავშვობიდან. ხო, ეგ არის აი სხერპლის პოზიციიდან რა მე ცუდი ვარ, მე არ ვარ საკმარისი, მე ტვირთი ვარ, მე არ ვარ კარგი, აი ეს არიცოცხლოდან მოდის ეგ. მე უნდა მომეთქინოს, მე უნდა აი ცუდად უნდა. ცუდ მდგომარეობაში უნდა. მდგომარეობა უნდა იყოს. შედეგი დავდო, კი. მოდი ავიღოთ, ანუ 7 პუნქტიანი გეგმა, ასე ვთქვათ, 7 მცნება დავარქვით პირობითად. ჩვენ მაშინ მივაპარაკეთ ეს ჩემ სპონტანურად ვთქვით, ეხლა მე 7 იყო 8 ნახდა თამაში. კი, ძალიან თუ გამახსენებ ვიტყვი რაც იყო, მაგრამ ესე ვერ გავიხსენებ. 7 მცნება და პირველი რომელიც აუცილებლად გვჭირდება იმისთვის, რომ ბავშვს ემოციური მხარდაჭერა უზრუნველყოთ ბავშვთან, ხო? იმიტომ რომ ძირითადად სულ არის საუბარი იმაზე, რომ ეს ემოციური მხარდაჭერა ხდება ხოლმე ამომავალი წერტილი იმისა, რომ შემდეგ ბავშვმა არ მოაწყოს აგრესიული თუ ნარკოტიკული თუ ასე ვთქვათ ლუდომანური აჯანყება, იმიტომ რომ აჯანყება ძალიან ხშირად არის ხოლმე
მოთხოვნილება რომ მომაქციეთ ყურადღება ან ფარული მტრობის გამოხატვა, როდესაც მე შენ გმტრობ, მაგრამ ასე პირდაპირ არ. ფარული აგრესია. კი, ფარული აგრესია, რომელსაც ბავშვი გამოხატავს ხოლმე და ფაქტობრივად იწყებს თვით დაზიანებებს და ძალიან ხშირია ხოლმე რომ ამის ფონზე საერთოდ მშობელს წარმოდგენა არ აქვს. აი სამწუხაროდ, როდესაც თუნდაც ქვეყანაში ხდება რაღაც მოვლენები, როცა მათი შვილები რაღაცას სერიოზულ დანაშაულებს ჩადიან, მშობლები ეს ყველაფერი არ იციან. მშობლები არ არიან ბავშვთან კონტაქტში. ხო? და საერთოდ გაწყვეტილი აქვს მათთან ემოციური კონტაქტი და პირველი მახსოვს მან კიდე არის რომ ეს კონტროლის განცდა აქვს ხოლმე ხშირ შემთხვევაში რომ მე რაღაცას ვაკონტროლებ. კი, ან ხო, გონიათ რომ აკონტროლებენ, კი ბატონო. და პირველი ეს არის შეუქმენი უსაფრთხო გარემო. ეს მე ვთქვი? ხო. შეუქმნათ უსაფრთხო გარემო. ხო, ბავშვს შეუქმნათ უსაფრთხო გარემო ნიშნავს იმას რომ მის ემოციებს და მის მოთხოვნილებებს გავცეთ პასუხი მე შევხვდეთ. ანუ შევხვდეთ ამ ადამიანების მოთხოვნილებას, ამ ბავშვების ემოციას და შევძლოთ ისეთი გარემოს შექმნა, სადაც უსაფრთხოდ შეძლებენ თავიანთ სურვილებზე ლაპარაკს, თავიანთ ემოციებზე ლაპარაკს და თავიანთ მინდების გამოხატვას, ასე ვთქვათ. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ ჩვენ ბავშვს ზედმეტად დავსჭით და ის არ ეგნობს თავს უსაფრთხოდ, შემდგომ უკვე მოზარდობაში შესაძლებელია რომ ის გახდეს ჩაგვრის ობიექტი, ხო? მასზე ძალადობდნენ, კი, და მას არ ექნება საშუალება რომ მშობელს დახმარება თქო. მაგას ესეთი ფსიქოლოგიური სიტყვა ქვია ინტერნალიზაცია და იდენტიფიკაცია. ანუ პირველი არის რომ შეიძლება გარემოდან ავიღო რაღაცა და ინტერნალიზაცია გავაკეთო ამ გარემოსი, მე მირტყავენ და მაგალითად ბავშვობაში და მაგალითად მე მსხვერპლი გავხდე. ანუ ის მოთხოვნილება გარემო რო არ მიკმაყოფილებს, ეს თქვა რომ მე ვარ ესეთი მსხვერპლი ვარ და რომ მირტყავდნენ ღირსი ვარ. ან პირიქით. საინტერესოა. ხშირ შემთხვევაში ამბობს მაგას, რომ აი დედა მირტყავდა ბავშვობაში, მე ვიყავი ღირსი, მე ვიყავი რაღაცნაირი და იმიტომ მირტყავდა, თორემ კაი რო ყოფილიყავი კი არ დამარტყავდა. და არც ერთი ბავშვი არ იმსახურებს დარტყმას. თუ ვინმეს იყო თქვენზე ძალადობა, არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს ძალადობას. ეს არის ხშირად ნახე, ხდება დედის გამართლება, რომ აი დედა ესე რომ მეკცეოდა, ხო, ამის გამო მე გამოვედი კარგი ქალი თუ კარგი კაცი. ნახე, რამხელა ტრაგიზმი არის. ეს არის დედის მიმართ ლოიალობა. რომ დედა იყო კარგი. კი, ყველას დედა კარგია, ესე მიაჩნია თვითონ და ეს ყველა ადამიანში არის რაღაცა სიკეთისკენ წვდომა, მაგრამ არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს ძალადობას. არც ბავშვობაში, არც დიდობაში, მაგრამ მით უმეტეს მაშინ როცა უსუსური და ბავშვი არის. განუვითარებ მეორე მინდა ვთქვა იდენტიფიცირებაზე. აქ რას ნიშნავს? ერთი არის რომ ვიქტიმიზაციას აკეთებს მე მსხვერპლი ვარ და მომსახურებ დარტყმას და მეორე არის რომ შემთხვევა შეიძლება იყოს ესეთი რადიკალური რომ თვითონ დააიდენტიფიციროს თავი ჩაგვრელთან და თვითონ გახდეს ჩაგვრელი. ხო, ხშირად ხდება. განუვითარე ბავშვს ემოციური ინტელექტი. აქ არ შემილია რო არ ვთქვა, ესეთი წიგნი არის დენიელ გოლემანის, ყველას ურჩევ რომ წაიგითხოს, ამ წიგნით შეიძლება შემოიფარგლოს და მარტო ამ წიგნით შეიძლება ეს პოზიტიური დედობა ისწავლოს, ან მშობლობა, მამობა. რა არის ემოციური ინტელექტი, ხო? ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვლევა ჩატარდა, ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ, რომ ჩვენ არ ვიქნათ, მაგალითად ნარკოტიკისკენ, მიდრეკილება არ გაგვიშთეს ცხოვრებაში, ან არ გაგვიშთეს დანაშაულისკენ და კრიმინალისკენ. რატო? იმიტომ რომ ემოციური ინტელექტი რა შვება? მე შემილია სახელდება ემოციების. ემოციების სახელს ვარქმევ. ვიცი რა ემოცია, გრძნობ ემოციას და ეს მეხმარება ჩემი ნერვული სისტემის რეგულაციაში. მე ვიტყოდი რომ არა მხოლოდ, ესე იგი ემოციური ინტელექტი აღიარეს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორად წარმატებაშიც, იმიტომ რომ ზოგს არ ამოტივირებს ის, რომ ჩემი ნერვული სისტემა იყოს კარგად, ხო? გონია რომ ეს მეორე ხარისხოვანია. მაგრამ ამოტივირებს წარმატება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ემოციური ინტელექტის შესწავლით ვკავდებით, ხო? მე უკვე ძალიან სერიოზული მომენტები შეგვიძლია აღმოვაჩინო და ეს არის ერთ-ერთი უნარი ფაქტობრივად აი თუნდაც დასაქმების სფეროში ემოციური ინტელექტი ხო უმნიშვნელოვანესი რის გამოც შეიძლება გადაწონოს ამ უნარმა კი ბატონო აი ჩვენ ფსიქოლოგოს კითში გვაქვს უკვე ემოციური ინტელექტის და პიროვნული დისკურსი ბავშვებისათვის სადაც ბავშვები
6 წლიდან იწყებენ სწავლას და გარკვევას ემოციებში და მუშაობენ თავიანთ პიროვნულ ზრდაზე. და ბავშვებთან ერთად აგრეთვე მშობლებიც ერთვებიან პროცესში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბავშვს ემოციური ინტელექტი რომ განუვითაროთ მარტო და მშობელი დავტოვოთ, ხო, ფსიქოლოგიური საფორტის გარეშე და ეს ფაქტობრივად არ გამოიღებს შედეგს. ამიტომ ვისაც აინტერესებს თავისი შვილისთვის ესეთი უახლესი მიმართულებები, შეუძლია ფსიქოლოგოს ეწვიოს და ფსიქოლოგოს ქითში თავისი ბავშვის ემოციური ინტელექტის განვითარებაზე იზრუნოს. შემდეგი მხარი დაუჭირე მის ავტონომიურობას. მხარს პირველ რიგში რომ ყველამ ეს უნდა გავითავისოთ. პირველ რიგში ავტონომიას მხარს უჭერს დაცული მიჯაჭვულობა, ანუ პირველი რა იყო, რაც ვთქვით, დაცული უსაფრთხო გარემო. უსაფრთხო გარემო თუ მაქვს, ეს მხარს უჭერს ავტონომიას, ანუ ჩემ ავტონომიას თურმე მხარს უჭერს ის, რომ მე მაქვს დაცული მიჯაჭვულობა მშობელთან. ეს არის პირველი და ეს თუ არა მაქვს ავტონომია არ მექნება. მთელი ჩემი ცხოვრება იქნება საპირისპიროს გაკეთება რა. ანუ ავტონომიის ჩამოსაყალიბებლად არის საჭირო უსაფრთხო გარემო. ნახე, ავტონომიურობა ძალიან ხშირად სწორედ ამის არ ქონა იწვევს ხოლმე შემდეგ აჯანყებას. კი, რა თქმა უნდა. მე იმიტომ რომ მე არაცნობიერად ვიცი რომ დედაჩემი დამნაშავეა, მაგრამ არ ვიცი რა შეა დამნაშავე. იმიტომ რომ 1 წლიდან 4 წლამდე თითქმის ემოციურად ხო? ტვინი პრეფრონტალური კორტექსი საერთოდ არ მაქვს, რომ რაღაცა რაციონალურად გადავწყვეტო. ჩემ ლიმბური ტვინი მაქვს და მხოლოდ ლიმბური ტვინიდან გამომდინარე ვგრძნობ რომ რაღაცაშია საქმე, მაგრამ რაში არ ვიცი, ანუ შინაარს ვერ ვქნი. და აი ეს მთელი ჩემი აგრესია მშობელზე გამომაქვს მე უკვე ჯერ ვარ ადაპტიური ბავშვი, აგრესია ჩემსკენ მიმაგდა ჩუმავძივარ და როგორც კი ერთხელ გამოვა გარეთ ეს აგრესია, ხვდები კონტრდამოკიდებული აი ამ ჩემი მშობლების მიმართ. ანუ გამოვხატავ აგრესიას და აჯანყებას მათ მიმართ. ესე იგი ეს ავტონომიაში არ უნდა შეგვეშალოს. ავტონომია არის ის, როდესაც მე და შენ ურთიერთობაში შენს ხედავ და ჩემს საკუთარ თავსაც ხედავ, შენ მოთხოვნილებსაც ხედავ და ჩემ მოთხოვნილებასაც ხედავ. და ვიცი რა მინდა. იყავი იმის მაგალითი, რაც გინდა რომ ასწავლო ბავშვს. რამდენად გამოგდის ეს ამბავი? პირადად შენს 4 შვილთან ურთიერთობაში. გამომდის, იმიტომ რომ მივდივარ სახში ბავშვებს უხარიათ რომ მივდივარ. იცი რა არის, მე ვფიქრობ ეს არის უმნიშვნელოვანესი პუნქტი, იმიტომ რომ წლების წინ მახსოვს გავაკეთეთ ჩვენ ჯგუფები, ფსიქოლოგიური ჯგუფები, პიროვნული ზრდის ჯგუფები ბავშვებისათვის და როდესაც დავიწყეთ ბავშვებზე მუშაობა და შემდეგ მშობლებს აუხსენით, რომ მათაც უნდა იმუშაონ საკუთარ თავზე, ისინი იყვნენ ძალიან გაკვირვებულები და ჰქონდათ ესეთი პოზიცია, რომ სად მცალია მაგისთვის მე, ჩემი შვილი იყოს კარგად, ხო? ანუ თუ ჩვენ არ მივეცით მაგალითი, უბრალოდ არაფერი არ გამოვა. თუ მე ვცხოვრობ არაჯანსაღი წესით, ხო, ცხოვრების, თუ მე ვყვირი, თუ მე არ ვიცავ იმ მცნებებს და იმ წესებს ასეთ ბავშვს უწესებ, ეს ბავშვისთვის არის გაუგებრად. წინიწა იგითხე და მე თუ 24 საათი ტელეფონში ვარ, მეც ხო ხარ სარეაბილიტაციო ცენტრი მაქვს და მუშაობ, ასე ვთქვათ, 40 წლის ბავშვებთან და 30 წლის ბავშვებთან და რატო? ნუ ინფანტებთან, ინფანტილურ ადამიანებთან, ნარკოდამოკიდებულებთან მუშაობ, ხო? ეს ადამიანები არიან პატარა ბავშვები. ანუ ერთხელ მივდივარ სარეაბილიტაციო ცენტრში და მუხლებზე იხატავდნენ რაღაცებს და ხელებზე რაღაც უბრალოდ რაღაცებს იხატავდნენ ესე და ძალიან ვეჩხუბი ამაზე რა. და მე სახში ჩამოვიდი და ხედავ ჩემი 7 წლის ბავშვი. ზუსტად იმ დღეს ესე იხატავს და მანდ მივხვდი რომ აი 40 წლის კაცი იხატავდა და აქ 7 წლის ბავშვი, ანუ ერთი და იგივე. აი ზუსტად ეგრე ვმუშაობთ. მშობელს ვეუბნებით, ეს არ არის ტელევიზორი, რომ მოვიტანე და შევაკეთო მე და სახში გაგატანო ან მაცივარი ან ქვაბი გათბობის. ხო ეს არის ადამიანი, რომ რელაციური არის. იმ ურთიერთობაში გაფუჭდა რა ურთიერთობაც ჰქონდა თქვენ ოჯახში, ამან მოახდინა ყველაფრის ინტერნალიზაცია, ანუ ეს თითქოს სარკია თქვენი, ეს კი არ არის მოსასვლელი, ჯერ თქვენ ხართ მე მგონი მოსასვლელი, ამიტომ ჩვენ ამათ ხელს არ მოგვიდებს, სანამ თქვენ არ დაიწყოთ მუშაობას. თან რომანტიზირება არ გამოგვივიდეს, ახლა ჩვენ ნარკოდამოკიდებულების ძალიან პატარა ბავშვებში წავედით და საინტერესოა რომ ნახე, შენ რაც ახსენეთ, ჩვენ მშობლებს ვეუბნებით, ხო? და ძალიან საინტერესოა რომ 40 წლის კაცები მოყავთ დედებს. კი. ერთხელ იყო ესეთი რაღაც უნდა მოვუყვე რა. მირეკავს ხალი, გამარჯობათო, ჩემი ბავშვი მინდა მოვიყვანო და მოგზადოთ ხალბატონო, მეთქი იმაზე ვარ, რა ქვია. კონსულტაციაზე მეთქი პირველადი კონსულტაცია უფასოა, მეთქი მოდი დაგელაპარაკებით, განვიხილოთ, ნახოთ ვინ არის რა არის და მე ნახოთ შევადგინოთ გეგმა, როგორ წავიდეთ, საით წავიდეთ.
მესამე თუ მეოთხე დღე არის ოფისში დარეკეს ზარი, გაუღე კარები, შემოდის ქალი, შემოდის კაცი და ბავშვი სადაა მეთქი რა და ამ ქალმა ესე მარხეს. ეს არისო ბავშვი. ამ კაცს გაუხედე და ხვდები რატომაც ვაო მეთქი რა მეთქი გულით მივხვდი რა ანუ შევედი ამ კაცის ესეთი გულწრფელობაც არ შეიძლება. მივხვდი რატომაც ვაოს ეს არის რა 40 წლის კაცზე რო იძახი ჩემი ბავშვია. ძალიან ხშირია ეს კი. ჩვენთან უკვე ჩვენი მენეჯერები გაფრთხილებულები არიან და ყოველთვის როცა ვინმე რეკავს რომ უნდა მოიყვანოს ბავშვი, კითხულობ ბავშვი რამდენი წლის არის. იმიტომ რომ ეს ძალიან ხშირად არის საქართველოს. კი, ძალიან ხშირად არის საქართველოს ერთ-ერთი. ორი შვილი და რამე. კი ბატონო, დარბაზ ხომ არ აქვს კითხვები? მე როგორც სამი შვილის დედას ასეთი შეკითხვა მექნება თქვენთან. სხვადასხვა მშობლების კატეგორია არსებობს. მშობლები, რომლებიც ღირსეულად და კაცურად, როგორც თქვენ ბრძანეთ, აღვზრდით და ვცდილობთ, რომ აღვზარდოთ შვილები და მშობლები, რომლებიც ნაკლებ დროს უთმობენ შვილების განვითარებას და ზუსტად პირველი კატეგორიის მშობლს მიეკუთვნებით მე და ჩემი მეუღლე ვცდილობთ, რომ ბავშვი აღვზარდოთ ღირსეულად, თუმცა არ ვამზადებთ ბავშვს იმისთვის, რომ ცხოვრება არის გამოწვევებით სავსე და სწორედ ამიტომ ჩემი 7 წლის შვილი, რომელიც წავიდა სკოლაში, შეხვდა გარკვეულ გამოწვევებს. მაგალითად, მისთვის არ იყო ნორმა, რომ ვიღაცამ შეურაცხყოფა მიაყენოს და დაუძახოს სულელო. ამ პირობითად ჩაარტყეს ფანქარი და ამაზე ბავშვს აქვს ძალიან დიდი პროტესტი. როგორც პროფესიონალი რას მირჩევდით ამ დროს, როგორც მშობელს და ზოგადად როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ასეთ დროს. შევესწრები ხლა ისე გაქცე პასუხი როგორც ეხლა უგზნობ და არა რაღაც იქიდან. ნახე, ავტონომია არის რა არა მარტო როგორ შეიძლება მშობელმა ავტონომიისკენ კრას ხელი რა შუს ანუ ბიძგი მიცეს არ გაუმარტივოს ის რისი გაკეთებას მათ თვითონ შეუულია ანუ ფრუსტრაცია ქვია ამას და ეს უმნიშვნელოვანესი რაღაცა არის ბავშვის აღზრდის დროს ფრუსტრაციაში უნდა იყოს ბავშვი იმიტომ რომ ფრუსტრაცია გზრდის რა არის ახლა ფრუსტრაცია 3 წლის ბავშვი რო დაყრის სათამაშოებს დედამ შვილთან ერთად 1-3 ჯერ უნდა აალაგოს და ასწავლოს იმათი უკან ჩაყრა და მეხუთე ჯერ ამან თვითონ უნდა ჩაყაროს დედამ კი უნდა ყაროს ეს და თან ეჩხუბოს რომ აი მე ვაკეთებ სახში ყველაფერს ანუ იმ დოზის ფრუსტრაცია უნდა მივცეთ რისი ატანად შეუულია თავის სლოვანებასთან მიმართებაში ეხა 3 წლის ბავშვი ნუ ეტყვით ხაშლამა მოხარში ან ბორში გასაკეთებელი ან რამე შენ ფიქრობ რომ ამ შემთხვევაში იმიტომ უჭირს მას გამკლავება გარე სამყაროსთან რომ მის მაგივრად ბევრ რამეს აკეთებენ აი ის გარე სამყაროა მაშინ როცა ის ალაგებს ეს ფრუსტრაცია უნდა შეეხოს რა ჩვენ მან ვწდებით ხოლმე ჩვენ გვინდა რომ ბავშვი იდეალური სამყარო შეუქმნათ არა ბავშვის სწორი აღზრდა არის რომ მაქსიმალურად დავამსგავსოთ სამყარო, ანუ გარემო, ჩვენი გარემო სამყაროს თავისი სიძნელეებით და თავისი სიკეთეებით და თავისი opportunity როგორ არის შესაძლებლობებით, იმიტომ რომ ეგეც უნდა იცოდეს ბავშვმა რომ ბავშვი თუ მიმართულია თავისი მიზნისკენ, მას შესაძლებლობები ყოველწამ შეხვდება სამყაროში და სამყარო არის რაღაცა სანდო და ასე შემდეგ. მაგრამ შეხვდება სიძნელეებით. გაგიცრუა იმედი ეს ოკეია, იმიტომ რომ ადამიანები ზოგჯერ აცრუებენ იმედს, ზოგჯერ არა. იმიტომ რომ ყველა ადამიანს არა მარტო განსხვავებულად გრძნობენ რაღაცებს, ანუ თვითონ შინაგანადაც ამ გრძნობის აღქმაც და განცდაც განსხვავებულია. შეიძლება ტკივილს ვიღაცა უფრო მეტად განიცდის, ანუ ეხლა რა დამოკიდებულება აქვს ტკივილთან, რა დამოკიდებულება აქვს იმედგაცრუებასთან. კი, ბავშვი მოვა ერთხელ იმედგაცრუებული სკოლიდან. შენ როგორ დაუდგები და როგორ დაუჭერ ხარს მის იმედგაცრუებას ეგ არის მნიშვნელოვანი. აი, უფრო რო დაგიკონკრეტოთ, ესეთი მაგალითი გვაქვს, რომ მაგალითად, როდესაც ფეხბურთს თამაშობს ჩემი შვილი, არ უნდა რომ ვიღაცას ბურთი წაართვას, იმიტომ რომ ვაი თუ ვინმეს ფეხი კრას და ამ დროს წაიქცეს ბავშვი, რისი მაგალითიც აქვს ხოლმე და აი სხვა ბავშვმა თუ წაართვა ბურთი ვინმეს და წაიქცა ამ დროს ვაიმე არ ვატკინო და ზუსტად ამ ფიქრებით ნაკლებად ეხება ბურთს. იყავ იდეალურის ხო, ფეხბურთი თითქოს და ისეთი სპორტია, შეიძლება ეს რაციონალურადაც შეიძლება აუხს, ან რას გძნობ მაგ დროს, გეცო, აი, უნდა დაუგს, ესე ბევრი რაღაცი თქმა შეგვიძლია, მაგრამ თვითონ ისიც ახსნაც ის არის, რომ ფეხბურთი ისეთი სპორტია, სადაც ერთმანეთს ვეჯახებით და ეგ არ ნიშნავს იმას, რომ შენ ცუდი ხარ ან კარგი ხარ. შეიძლება ალბათ მანდარი ხო რომ მე ნერვიულობ რომ მას არ ვატკინო, მე როგორი ვიქნები, ანუ ცუდი მეგობარი ვიქნები.
ალბათ. აი ეს უბრალოდ ეხლა ჩემი ფანტაზირება არის და შეიძლება ჩემიდან გამომდინარე გეუბნები, მასთან აუცილებლად თვითონ ბავშვთან არის ეს გასარკვევი. მაგრამ ესეთი რაღაცები შეიძლება ბავშვი ხვდება ყველაფერს კარგად. ჩვენ მგონია რომ ბავშვს ვარიდებთ რამეს, ან 2 წლის არის ამან რა იცის, ბავშვი ძალიან კარგად გრძნობს, უფრო მეტად გრძნობს, ვიდრე რომელიმე თქვენგანი აქ რომ ზიხართ. მას იმიტომ რომ განვითარებული აქვს ძალიან გრძნობელობა და ლიმბური სისტემა. ბავშვი შეიგრძნობს ყველაფერს. მე ვკარგავთ ამ კონტაქტს საკუთარ სხეულთან, თორე პირველი 4-5 წელი ძალიან კარგ კონტაქტში ვარ სხეულთან და ჩვენს ემოციებთან. ძალიან კარგად გრძნობის დონეზე გრძნობთ გარემო. დედა რომ გაბრაზებულია, ბავშვი გრძნობს. დედას რომ და მამას შორის მამა კონფლიქტია, მაგას აი პირდაპირ გრძნობს ბავშვი. არ უნდა ის გვერდზე ოთახში ჭხუბია, არა ის. ყველაფერს კარგად გრძნობს, ხედავს, აღიქვამს და ასე შემდეგ. მადლობა და დღევანდელი ჩვენი შეხვედრა რომ შევაჯამოთ. მე მაინც ერთი უნივერსალური რეცეპტი მაქვს. ვიცი რომ შენ უნივერსალურ რეცეპტებს ეწინააღმდეგები, მაგრამ მე მაინც გავაჟღერებ და მგონია რომ ამ შემთხვევაში ეს გამონაკლისი იქნება, როდესაც ეს უნივერსალური რეცეპტი გაჭრის. ჩემი აზრით, უნივერსალური რეცეპტი იქნება გვიყვარდეს ერთმანეთი და გვიყვარდეს საკუთარი თავი. იმიტომ რომ თუ ჩვენ საკუთარი თავი, როგორც მშობელს, როგორც პიროვნებას არ გვიყვარს, ჩვენ არ შეგვიძლია გავცეთ უპირობო სიყვარული. გვიყვარდეს ერთმანეთი, საკუთარი თავი, იმისთვის რომ შევძლოთ ჩვენი შვილები უპირობოდ გვიყვარდეს. მადლობა.